ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მივესალმები ქედის რადიო მსმენელებს, მე გახლავართ მადონა ფალავანდიშვილი, სათემო რადიო ქედის ხმის წამყვანი. დღეს მინდა გაგაცნოთ ახალგაზრდა, ქედელი, ძალიან წარმატებული, საინტერესო ადამიანი მარიამ გურგენიძე, რომელიც 1 მაისის საჯარო სკოლაში სწავლობს, თუმცა გარდა სკოლისა, მასთან უშუალო შეხება გვაქვს ჩვენ ორგანიზაციას, იმიტომ რომ ჩვენთან სწავლობს, მეცადინეობს, აბიტურიენტია და ზოგადად რომ მარიამის შესახებ ბევრი რამე გავიგოთ, როგორი საინტერესო პიროვნება არის, როგორი ნიჭიერი ჭკვიანი და 1000 გვარ კონკურსებში ღებულობს მონაწილეობას. მინდოდა რომ დღევანდელი რადიო სივრცე მისთვის დამეთმო. და დღეს უშუალოდ ვისაუბრებთ Smart ფილმების ახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც მარიამმა მონაწილეობა მიიღო და მოგვიყვება მოკლედ ამ ყველაფერზე. მოგესალმები მარიამ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში მეც მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ დღეს მე თქვენს ერთად ვარ და ასევე მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ძალიან მიხარია ასეთი აქტიურობა და ჩართულობა ქედის სათემო რადიოს მიერ. და გულწრფელად ვაღიარებ, რომ ასეთი რამე ქედის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. მადლობა ასეთი კომუნიკაციისთვის. მადლობა მარიამ, ჯერა რომ გულწრფელი არის შენი დამოკიდებულებები და სურვილები. ეხლა დავიწყოთ აქედან. ჯერ შენ თავზე მოგვიყვები, ვინ ხარ, კი გავაკეთე შესავალი, მაგრამ აი საკუთარ თავს როგორ წარმოგვიდგენ? მე ვარ მარიამ გურგენიძე, 1 მაისის საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლე. რაც შეეხება საკუთარი თავის აღწერა ძალიან არ მიყვარს, თუმცა ვიტყვი დეტალებს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს აი კეთილი ადამიანები, სწავლა, განვითარება, მეტი შესაძლებლობა, მაგრამ ასევე მიყვარს შესაძლებლობა ისეთი, სადაც საკუთარ თავს წარმოაჩენ, მაგრამ უკვე განვითარებ იმ შესაძლებლობებს, რაც გაქვს. არა მხოლოდ წარმოაჩინა შესაძლებლობა ერთ რაიმე კონკრეტულ სივრცეში შენ ვერ ერკვეოდი, მაგრამ მეგობარი დაიხმარო მასწავლებელი და ასე შემდეგ. როდესაც არის სურვილი, ამ შემთხვევაში გზაც არის. ეს დამოკიდებულება რომ გაქვს, იმიტომაც გაქვს ეს წარმატებები ალბათ. მაგრამ ცხოვრებაში ორი სიტყვა მაქვს ამოღებული. არ შემიძლია და დრო არ არის. დრო ყოველთვის არის თუ მოვისურვებ და არ შემიძლია უნდა ჩავადეცოთ I can და so. აჰა. პოსტერი გამახსენდა ხა ჩამოხეული რომ არის I can't და I can. რაც შეეხება კონკურსს, მინდა ვთქვა რომ არაერთ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ესეთი პირველი კონკურსი, მაგალითად რომ მინდა ვკითხოს, არ მახსენდება, იმიტომ რომ პირველი კლასიდან მონაწილეობ კონკურსებში, მაგრამ King's-ი, Everest-ი რაღაც დაწყებით კლასებში უფრო ასეთია. მაგრამ შემდეგ კლასებში იყო ერთი ასეთი კონკურსი, წერილის წერის კონკურსი იყო და კორონავირუსთან დაკავშირებით. მაინც ეს ისეთი დრო იყო, ჩაკეტილობა, რაღაც ნაცრისფერი დღეები იყო და ყველასთვის არა მარტო შენ. რაღაც ანუ სხვაზე უნდა მიგვეწერა წერილი უცხოეთში მყოფზე. და ეს როცა გავაგზავნე და ჩვენი მწუხარება გადმოვეცი ის ფერადი დღეები რომ უკვე მივიწყებული იყო და ჩვენც ყველას ჰქონდა ერთი სურვილი გადაარჩენა. და საკუთარი სიცოცხლე და ასევე სხვისი სიცოცხლით გადარჩენა. ამ მხრივ გავაგზავნე წერილი კონკურსში მონაწილეობდე, როდესაც გავიმარჯვე და ანუ მე მეძინა და პოსტა მოგვიტანა საჩუქარი სახში ისეთი გავაცემით მიყურებდი რომ მეთქი ეს არის პირველი კონკურსი იყო არ უმხელდი ესე იგი აქამდე კონკურსში იღებდი მონაწილეობას. მოდი რომ დაუბრუნდეთ ეხლა ჩვენს თავარ თემას, სხვა კონკურსებზეც გადავალთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სიახლეებიც გაქვს სკოლაშიც. სხვა კონკურსებში, აი ფილმის შექმნის ამბავს რომ დაუბრუნდეთ, როგორ გაგიჩნდა ფილმის შექმნის იდეა? ანუ ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, ჩემი სამშობლოს სიყვარული, ჩემი ოჯახიდან, ჩემი სამშობლოდან იწყება და ამრიგად გადავწყვიტე მიმეღო ფილმის კონკურსში მონაწილეობა და ეს ძალიან განსხვავებული იყო, იმიტომ რომ უკვე ტელეფონით შეგვიძლია გადავიღოთ ის კადრები, რასაც მაგალითად ვიდეო კამერა, ფოტოაპარატით შეგვიძლია წარმოვადგინოთ. ანუ ყველაფერი რომ განვითარდა ეს შესაძლებლობების და გვაქვს მეტი შანსი. რაც შეეხება იდეას, მე მქონდა გადაღებული ზიარეთი, ანუ ეს არის ჩემ სოფელში არსებული წმინდანის საფლავი, ანუ მოჰაჯირობის დროს შავ დღეებს გაუგებოდა და ძმა. გოგონა ყოფილა ფეხმძიმე, გზა ვერ გაუგზელებია და იქ დაუმარხავთ. როგორც უფროსების გამოცმენია ამ ადგილს წვიმა და თოვლი არ ეკარება და ასევე როდესაც იქ მიხვალ და რაიმე გასაჭირი გაქვს
ეს იქნება უშვილობა, თაობების ცვლა, ან ნებისმიერი პრობლემა. შეგიძლია თუ იქ წამით მაის თვალს მოატყუებ, შენი ოცნების რეალობას წარმოიდგინე, ანუ სიზმრად დაგესაღება ის, რაც შენ გულით გინდა. ანუ მსგავსი რამეები შეიძლება ზოგიერთ ადამიანს არ ჯეროდეს, მაგრამ რაც გულით გჯერა, ის ხდება. ეხლა ცოტა ისე ჟღერს რაღაცა მისტიკურად ეგ ამბავი და შენ საკუთარ თავზე თუ გაქვს ეგ გამოცდილი? სამჯერ ვარ მემყოფი სკოლიდანაც ისეც. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ადვილად მისასვლელი გზა არაა, მაგრამ როდესაც რამე გინდა, მისთვის დაგწამს, ყველაფერს გადალახავ, ყველა დაბრკოლებას და მიაღწევ იმ ადგილამდე. და რამე ჩაგიფიქრებია? რავია, მე შევიფიქრებდი რომ ეს თუ არა სწავლასთან დაკავშირებით რამეებს, მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევა. ანუ ჩვენ სოფლის როცა ვცხოვრობთ, მოსულ ადამიანი და უნდა გზა გვეჩვენებინა ჩვენ მისთვის. და როდესაც ანუ გზა მიაგდო და მივიდა, რომ დაბრუნდა, მითხრა რომ სანატრელი ოცნება უკვე ავიხტინიო. მეორედ დაბრუნდა ჩვენთან მოვიდა, რაც უნდა და ის ნახა სიზმრად. ანუ რაც ცუდა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეხლა რეალობა ხო? კი, ხო და ფილმიც ამაზე გადაიღე. ამაზე გადავიღე, ლეგენდა მქონდა მოყოლილი და ასე მყავდა ჩაწერილი ჩემი ანუ ჩვენი სკოლის მასწავლებელი ერზოთებიძე. ერზოთებიძე თითქმის ყველა ამის ქედაში და არა მხოლოდ და ანუ ეს გადმოცემდა ლეგენდას თუ რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ცხოვრებაში. აჰა, ძალიან საინტერესოა. აი რა სირთულეები შეგხვდა გადაღების პროცესისას. ეხლა ხვდები რომ თქვათ აქამდე მსგავს კონკურსში არ მიგიღება და არც გამოცდილება გქონია და რაღაცა საწყის ეტაპზე შეიძლება სირთულეები გქონოდა. რა ტიპის იყო? იქ გაგზავნასთან დაკავშირებით რომ ხარისხი არ დაეკარგა. ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო, რომ ტელეფონით გადაღებულს მაგალითად აქვს მნიშვნელობა თუ სადაგზავნი WhatsApp-ზე ნებისმიერ ანგლითი აგზავნი და ამ ხრივ კოწდა სირთულე, მაგრამ ჩემი მეგობრის დახმარებით ეს სირთულე მოგვარდა და რაც შეეხება ჩართულობას სხვა კონკურსებში, მაქვს მონაწილეობა მიღებული ბიბლიოთეკის პროექტში კიდეც გავიმარჯვეთ, ოღონდ ეს მქონდა ვიდეო აპარატით გადაღება, ტელეფონით არა. ეხლა მაინტერესებს აი ამ ფილმის გადაღების დროს კადრებს, მუსიკის შერჩევას, რაცა ტიტრების დადებას თუ ასე შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს თავად გააკეთე. რა იყო თქვათ ინსპირაციის წყარო ან როგორ მოახერხე ამ ყველაფრის გაკეთება? იქ რო ვიყავი, შიგადაში ვიღებდი სხვადასხვა მომენტებს. რაც ძალიან ძვირფასი და ისტორიული იყო. მაგალითად, არის ერთი ასეთი კადრი, იქ რომ მიდიხარ, ქვა უნდა დადო. ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც რომ იქ მიდის, ერთი ქვა უნდა დადოს. ეს მომენტიც მაქვს იქ შეტანილი და ასევე სხვა მომენტებიც, რაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ანუ ჩვენ სოფელზე უფრო მეტი ვიცით, რომ რა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ლეგენდები ვიცით, ისტორიები ვიცით და თუ ჩვენ არ ვიცით და სხვას გვინდა ვაჩვენოთ, ამ ხრივ კიდე განსხვავებულია. რაც შეეხება ლეგენდებსაც და მუსიკებსაც, უფრო ვფიქრობ, რომ ანუ შესაძლოა მისი უნდა იყოს და როდესაც მაყურებელი ყურებს, უნდა დაინახოს რაღაც ნაბერწკალი, რომ განაგზოს ყურება და არ იყოს მოსამეზრებელი. აი წაღან ახსენე რომ მასწავლებელი დამეხმარა ბატონ რეზოთებიძე და ესეთი კითხვა მაქვს რომ ვინები იყვნენ კიდე ჩართულები ამ პროცესში გარდა მასწავლებლისა ასთან იღებდი რჩევას ან ოჯახის მეგობარი მეხმარებოდა იდეებში და აგრეთვე ვინც რომ მონაწილეობს ფილმში ის მე არ ვარ ანუ სხვა მყავს გადაღებული. მსახიობად. ხო, ეხლა რომ ჩვენი მსმენელები არ დავაბნიო, მეც არ მაქვს ამ ფილმზე გაყურები, ამიტომ ამ გადაცემის ბოლოს შენგან ნებართვას ვხებულობთ, რომ ჩვენს მაყურებლებსაც ვაჩვენებთ, რა ფილმზეა საუბარი და ზოგადად რა ადგილზე, რა დანიშნულების ადგილზე და ასე შემდეგ. ეხლა როგორ გაიგე ამ კონკურსის შესახებ? ამ კონკურსის შესახებ გავიგე ინტერნეტიდან, იმიტომ რომ არის სხვადასხვა გვერდები, მაგალითად, აჭარული კინოამბები, ასევე აჭარი ტელევიზია მხარდამჭერი და ძალიან ხშირად აშუქებს გავს ამბებს. და როდესაც გავიგე ეს ამბავი, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმიღო, მაგრამ წინა წელს ვინც მონაწილეობდა, იმას ვიცნობდი და უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჩემმა მეგობარმა. ასე რომ ვფიქრობ, ინფორმაციის გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთში. სწორად აღნიშნე. და მნიშვნელოვანი ასევე კავშირები, იმიტომ რომ შენ რომ თქვათ ის ადამიანი არ გწოდნოდა, ვინც იღებდა წინა წელს მონაწილეობას, ის გამოცდილებას ვერ მოგიზრდება. ძალიან კარგი. მაგალითად, მე თუ ვინმე მკითხოს სამომავლოდ რომ მონაწილეობა მიიღოს, შემიძლია ნებისმიერ დროს გავცე პასუხი. და შენი გამოცდილებაც გაუზიარო.
რა განცდა გქონდა შენ შინაგან ემოციებზე რომ გვესაუბრო? ახლა მე რომ რამდენი წელიაც გიცნობ, თუ ადამიანებთან ახლა ჩემი შეხედულება შენ და მე არის ასეთი, თუ ადამიანები შენთან ახლოს არ შემოვიდნენ კომუნიკაციაში რაღაცა თითქოს ბარიერები არის რომ შენამდე მოვიდეთ, მაგრამ მე და შენ ეს ურთიერთობა არ გვაქვს და მიხარია ამ ხრი, იმიტომ რომ ძალიან თავისუფლად საუბრობ. და რა ემოციები გქონდა? ანუ ვიყავი გაკვეთილზე, როდესაც წერდნენ რომ უნდა მოხვიდე დაჯილდოებაზე. თავიდან რაღაც უნდა აღმოჩნდა რომ მე უფრო კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და შეგეძლოს მიმართ, რატომ რადიოს ჩაწერას დავიწყებდეთ, მაგაზეც ვისაუბრებ. კი ბატონო, ძალიან კრიტიკული ვარ, ისეთი რამეს რომ გავაკეთო, ვიტყვი რომ არ ვარ გადავსო. მაგრამ რავი, მოიწონათ ჟიური უნდა აღმოჩნდა რომ უცხოელებიც იყვნენ. და დაჯილდოებაზე, ანუ სულ იყო 18 ნომინაცია და 2 გრან-პრი. დიახ. და ერთ-ერთი ნომინაცია ჟიურის სპეციალური აღნიშვნა იყო ჩემი. ძალიან საინტერესო და კარგია და აქვე მინდა აღნიშნო, რომ ამ კინო კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოდან, ეგვიპტიდან, სენეგალიდან, მავრიტანიიდან, კენიიდან, ირანიდან, ინდოეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან. საკმაოდ ვრცელი ქვეყნებში ჩამონათვალია და შესაბამისად კონკურენციაც დიდი ყოფილა და 75 შევიდა თავიდან. მაგრამ შემდეგ რომ გადაირჩა, ანუ რომელიც შეიძლებოდა მონაწილეობა მიიღო ხარისხი და ასე შემდეგ, სულ გადავიდა 32 და იმ 32-დან კიდე შეირჩა 20. 20. ხო და ამ 20-ში ერთ-ერთი შენი ფილმია და ანუ ქედიდან სხვა მონაწილე არ იყო და ქედა როცა ახსნით ძალიან გაოცებით უყურებდნენ ყველა ჩემს ფილმს. იმიტომ რომ ანუ ეს ისტორიაც ბევრმა მკითხა ჟიურშიც და ისეც დაინტერესდა. დაინტერესეთ, კი. მისტიკური ადგილი გქონია ქედაში და აქამდე მე პირადად ინფორმაცია არ გქონია. გადაღება იყო, ეს პირველად იყო ნათია თავგრიძე ასული. სხვა არავის არ გადაუღია ამ თემასთან დაკავშირებით. აჭარისკელში იყო მხოლოდ ასული. აჰა, ძალიან კარგი. აი ამ ფილმის დაჯილდოების შემდეგ, ამ კონკურსის დაჯილდოების შემდეგ, რა გამოხმაურებები სხვა ორგანიზაციებიდან ან ფილმების კიდევ სხვა ფესტივალიდან გამოხმაურებები ხომ არ გქონია შენს ამ წარმატებას? ამ ფილმის შემდეგ დამეკონტაქტებდი როგორც სხვა მონაწილეები, იმიტომ რომ მითხრას რომ დაგვაინტერესაო და როგორ გაართვითავიო, ანუ ვინც რომ მონაწილეობდა და ერთი იყო საზღვარგარეთიდან, ვინც რომ მონწერა და იქაც გავიცადი, რა თქმა უნდა ძალიან კარგი ნაშრომი მქონდა ამასაც. მეც ჩემი გამოცდილება გაუზიარე და როდესაც ჩამოვალო, აი სადაც მინდა ადგილი, მინდა მინახულო მეც. ძალიან კარგი. ესე იგი, ეხლა რომ მოდი ასე ვიფიქროთ, შესაძლებელი არის რომ ამ ადგილს რაღაცა ტურისტული დატვირთვაც მიეცეს და კონკრეტულად მაგ მიზნებისთვის მოვიდნენ უცხოელებიც და ადგილობრივები. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სოფელში არაერთიდან მინდადის, უფრო მეტად საქართველოდან დადიან, მაგრამ მე პირადად გავაკეთე სოფლის ჯგუფი. ანუ გვერდი მაქვს გაკეთებული ქედა სოფელი კოლოტოვი და ყველა მნიშვნელოვან დეტალს ვდებ აქ, მაგალითად ლეგენდას დავწერე, ეს ლეგენდა დაწყები უფროსებისგან რაც გამიგია, ჩემი დაწერილია. და ამის შესახებ ფოტოები, კოლაჟები, ყველაფერი გაკეთებული მაქვს, გვერდზე შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნახოს. კი, მე სხვათა შორის ხშირად ვადევნებ თვალყურს მაქაურ პოსტებს. აი მინდა მითხრა, რომ რა ისწავლე ამ გამოცდილებიდან. ეს იყო ერთ-ერთი განსხვავებული კონკურსი სხვებისგან, რაც აქამდე ალბათ მონაწილეობა მიგიღია და რა გასწავლა? მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროფესიით სულაც არ მივდივარ, მაგრამ როდესაც აი შეიძლება არის და მინდოდა რომ ეს ადგილი უფრო მეტად წარმომეჩინა, გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება და სამომავლოდ რაც შეეხება, უფრო ვიცი მეტი დეტალი. სხვის ნამუშევარს რო გავეცანი, გრან-პრის მფლობელებისას მივხვდი რომ რა იყო უფრო მეტად უკეთესი, რას ეკცეო ყურადღება, რა უნდა გავითვალისწინო. და როდესაც ანუ ერთი ადამიანის რჩევაზე იზრდები უკვე ვითარდებით. ანუ შეიძლება როგორც იტყვიან შეცდომები სწავლობ თუ ეგრეა. ხო, ძალიან კარგი მიდგომა გაქვს სხვების გამოცდილების გაზიარების და დაკვირვების თვალით შეხედვა. ერთადერთი ძალიან მნიშვნელოვანი თითოეულ საქმეში. კი ბატონო. აი უკვე მითხარი რომ ამ გზით გაგრძელებას არ აპირებ. აბა ვინ გინდა რომ გამოხვიდე? ესეთი ბავშვურ იმას დაგისვა. ბავშვობაში რომ გვეკითხებოდნენ. შემიძლია თქვა, მტკიცედ გადაწყვეტილი მაქვს გავხდე ფიზიკის მასწავლებელი. რა მაგარია, აი ემოციებს ვერ მალავ, იმიტომ რომ ახალგაზრდებს ვისაც ვესაუბრები, ყოველთვის მაინტერესებს რა პროფესიას ირჩევენ და ფიზიკის მასწავლებლობა. იმასგან არ გამიგია. კონკურსში მონაწილეობდი ენერგიის გარდაქმნაზე იმედი რომ ხალხურ ტექსტში და გუშინ მოვიდა პასუხი რომ გავიმარჯვე და ხვალია დაჯილდოება. გილოცავ მარია. მადლობა.
აი საწყისი ნაბიჯები უკვე გადადგმული გაქვს მაგ მიმართულებით. ლაბორატორია და სხვა ბევრი რამე ეხება ჩემს ფიზიკასთან სიყვარულს. აჰა, ძალიან კარგი. და მიხარია და ჯერა იმისაც, რომ ისევ ქედის მუნიციპალიტეტში დარჩები და შენს ცოდნას გამოცდილებებს. იმიტომ რომ ქედა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელია. შესაძლოა რაიმე გამოცდილებით ან სხვა მნიშვნელობით წავიდეს სხვაგან, მაგრამ ქედას გულით და მაინც სიყვარულით არასდროს მიმატოვებ. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებ. ეხლა ასეთი კითხვა მექნება, როგორც ხედავ, ხარ მოტივირებული, რომ არაფერი არ გეზარება და დაინტერესებული ხარ სხვადასხვა სფეროთი. იმ ახალგაზრდებს, იმ შენს თანატოლებს რას ეტყვი? რა გააკეთონ, რომ თავის იდეები რეალობად აქციონ? რა არის საჭირო ამის? თავი არის მონდომება. თუ ადამიანი მონდომებული არ არსებობს ბარიერები. ანუ ყოველთვის უნდა ეცადო საკუთარი თავი დაიმკვიდრო ცხოვრებაში. თუ საკუთარი მესიპოვი არ არსებობს გარდაუვალი პრობლემა, რისკი. თუ შენ შეგიძლია შენი სიტყვა თქვა, შენ გადმოცე ის ადგილარი, ის რაც გულით გინდა, არ არსებობს რომ არ გამოვიდეს. მაგრამ შესაძლოა იყოს გარემოებათა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ოჯახით ჩართულობა, სკოლის მოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ოჯახი, ასევე კოლოტაურსა პირველი მაისის სკოლა ძალიან მეხმარება, თითოეული მასწავლებელი არის ჩემს გვერდით. და მინდა აღვნიშნო, რომ მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, გარდა პიროვნული უნარებისა, სურვილებისა, მონდომებისა, გარემოსაც აქვს დიდი მნიშვნელობა და აქვს, მაგრამ ყველაფერი კიდევ ჩვენზე დამოკიდებული. მე მაგალითად სხვა რომ მითხას გააკეთებ, თუ ძალიან სურვილი არ მაქვს, არ გავაკეთებ. ხო, ისევ წრეზე ვტრიალებთ, ესე იგი. ისეთ წრეზე, რომელიც ისევ ჩვენიდან იწყება და ჩვენზე სრულდება. რეალურად ასე გამდის. საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, მარიამ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. შენი ამბავი ნამდვილად იყო შთამაგონებელი ჩემთვისაც და ჩვენი იმედი მაქვს, რომ ჩვენი რადიო მსმენელებისთვის წარმატებებს გისურვებ. შენ სამომავლო ფიზიკის პედაგოგიურ ცხოვრებაში და ჩვენც უნდა გვიგოლო შენს გვერდით აუცილებლად. მადლობა მოწვევისათვის კიდევ ერთხელ და რაც შეეხება მეც ასევე შემიძლია ნებისმიერ დროს ვიყო თქვენს გვერდით საჭიროებისადმი. გაიხარე, მადლობა ამ საგემშვიდობები და ჩვენს რადიო მსმენელსაც დავემშვიდობები. რადიო გადაცემის მეორე ნაწილში კი შემოგთავაზებთ მარიამის ფილმს, რომელიც Smart ფილმების კინოფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული არის. ლეგენდა ზიარეთს. ჩვენი ცხოვრების თითოეული წუთი. სიცოცხლის შეცნობის თითოეული წამი ლეგენდებითა და თავგადასავლებით არის სავს. ლეგენდები ალამაზებენ ჩვენს ყოფიერებას, რადგან თითოეული ლეგენდა თავის თავში ჭეშმარიტების ლამაზ მართვალს ინახავს. ლეგენდის ხსენებისგან ნამე მაგონდება ჩვენ სოფელში არსებული ზიარეთი. ასე ადგილს ჰქვია ჩემი სოფლის შუაგულ ტყეში. დღეს დღე ემატება, ძველი კალენდარი რიცხვდება ახლით, მაგრამ სოფლის მცხოვრებთაგან კრძალულია ეს ადგილი კვლავ. რადგან ყველას მენია მოჰაჯირობის დროს თოვლში დაღუპულ და-ძმაზე, რომელიც შავ დღეებს გავებოდა. ლეგენდის თანახმად გოგონა ფეხბურთელი ყოფილა, მათ დიდ თოვლში გზა ვერ გაუგრძელებიათ და გაყინულან. ადგილს, სადაც ისინი დაუგზავნათ, ზიარეთს უწოდებენ. სოფლის ცხოვრებლებს დღესაც ურყევათ წამთ, რომ ამ ადგილას და-ძმის უხსნელი სხეული ისლამური რელიგიის მიხედვით შეიდი განისვენებს და მათი მსული მფარველობს იქ მისულ ადამიანს. ზუსტად არავინ იცის სიტყვა ზიარეთის ეტიმოლოგია, თუმცა ზოგიერთი ვარაუდის თანახმად იგი ქრისტიანულ ზიარებასთანაც უნდა იყოს დაკავშირებული. სხვადასხვა ყოფითი პრობლემების დროს დასახული მიზნისა თუ სამომავლო გეგმის გამო დღესაც უამრავი ადამიანი სტუმრობს ზიარეთს და სწამთ, რომ თუ ამ ადგილს წამით მაინც ხალხს მოაწყვეტ შენი პრობლემის მოგვარების დასიხმელს იზრად. როგორც უბრალოდ გამოსვენია, იმ ადგილს წმინდა თოვლი არ ეკარება, მაგრამ სამწუხარო თოვლებისას არავის შეუმოწმემია ზაფხულის კაცთაგან მიმოვალია ზიარეთი. დიდი ქრისტიანის დროესაც ადამიანმა შეიძლება წერა-კითხვა არ იცოდა, სეპარატისტებაში სულს იღებდა იგი ლეგენდები. სეპარატისტებოდა იგი, გადაეცემოდა ჩამოვალობა სკოლе და ეს იყო მისი სულიერი საზრდო საქმე. აქ სწავლობდა როგორ უნდა ყოფილიყო თვითონ, როგორ უნდა მოქცეულიყო, როგორ უნდა ყვარებოდა ადამიანის ერთმანეთი, როგორ უნდა გამოეჩინა თავი, თქვათ, მამულისაცის ზონებში და ასე შემდეგ. ლეგენდები, რა თქმა უნდა, მერე კი
იწებოდა რომ ეს ძალიან კითხვა ისწავლა. მსგავსი ლეგენდები ადამიანს ამხრევებდნენ. ძალმოსილებით მოსავალ ხოლმე და ისინი უფრო იმედიანები ხდებიან ხოლმე და თავიანთ იდენტობას იცავენ. მიდიან წინ და წინ, იუკეთესებენ თავიანთ სულიერებას და უკეთეს შედეგებს აღწევენ ხოლმე. პირად ცხოვრებაში, საზოგადოებაში და საუკუნეებს გადასცემენ ეს ამთავარი რომ ასეთი ლეგენდები ქონდა ჩვენ და თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამით და დაიმაყოლოთ თქვენი სულიერი მოთხოვნილება. უსულებ ახალგაზრდებს იყიონ ეს მითები, ლეგენდები და ის შესანიშნავი ისტორიული მემკვიდრეობა რომელიც ჩვენ გქონია და საერთოდ კაცობრიობას რომ გქონია. ლამაზი ლეგენდა კი ლეგენდად დარჩა და დღესაც ალამაზებს ადგილობრივ ზეპირში ტყუეროს. ათბობს და იმედი თავსებს ადამიანთა გულებს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თავარი არის წმინდა და რაც იქ წამს, ეჭვიც არ გეპარება მას.